მამაო, რა სიტყოდით 17 მაისის აქციის შესახებ? მსოფლიო გლობალიზაციის მიზანი არის ანტიქრისტეს გამეფება. ამას კი ხელს უშლის მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობა. ამიტომ მთელი ჯოჯოხეთური ძალები მიმართულია მის წინააღმდეგ. სიონისტ მასონმა ბზეჟინსკიმ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ განაცხადა, რომ მსოფლიოს მთავარი მტერი არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა. დღეს უკვე ღიად მოქმედებენ ეს დემონური ძალები. წინა მთავრობები საქართველოში ემსახურებოდნენ ამ ბნელ ძალებს. სამწუხაროდ, როგორც ეტყობა, დღევანდელი მთავრობაც მათი მსახურია და მომავალიც ალბათ იგივე იქნება. რადგან ყოველი მთავრობა ქვეყნის სათავეში მსოფლიო მთავრობას მოჰყავს. მთელი მსოფლიო მამონას ემსახურება. ფული არის ძალაუფლება და პოლიტიკა. პოლიტიკა და ძალაუფლება კი იძლევა ფულს. ჩვენი ურწმუნოებით საქართველოს ბედი ღმერთს გამოვგლიჯეთ ხელიდან და სიონისტ მასონებს ჩავაბარეთ. მათ კი ჩვენ მხოლოდ მონებად ვჭირდებით. ხოდა რაც უფრო გავირყვნებით და გავთახსირდებით, მით უფრო ადვილად სამართავები ვიქნებით. მადლი გაგვეცლება და ქვეყანა საბოლოოდ დაიღუპება. თავს ვიდრეკ ყველა იმ ქართველის წინაშე, ვისი გულიც კაცურად სცემდა 17 მაისს და გარყვნილებას არ მისცა მოქმედების საშუალება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დგას ქართველობისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის სადარაჯოზე. ვინც იბრძვის ელექტრონული კონტროლისა და ანტიქრისტეს გლობალური კონტროლის სისტემის წინააღმდეგ. ყველა იმ სასულიერო პირს, რომელიც ჩართულია ამ ბრძოლაში, მართლმადიდებელთა კრებულს და მის მედროშეს ბატონ ზაზა ნანობაშვილს. ყველა იურისტს, ვინც იბრძვის ეშმაკის სისტემის წინააღმდეგ. მადლობელი ვარ ჟურნალ ქვაკუთხედის რედაქტორის მშვენიერი და უშიშარი მანდილოსნის ხათუნა საგინაშვილისა და კინორეჟისორ ბატონ დავით გიორგობიანის და საერთოდ ყველას, ვისაც ქართული ქრისტიანული გული უძგერთ მკერდში. შენდობით და მოწიწებით ვთხოვ ყველა ქართველს, გადავდოთ ჩვენი პირადული გულის თქმები. გავერთიანდეთ ქრისტეს მიერი სიყვარულით და ერთგულებით. ერთი სულით და ერთი გულით ვიბრძოლოთ ჩიპიზაციის, სოდომიზაციისა და ეკუმენისტური გლობალური შავბნელი ძალების წინააღმდეგ. ნუ გავწირავთ ჩვენ შვილებს ჯოჯოხეთისათვის. თორემ მერე გვიანი იქნება სინანული. მონანულს შეუნდოთ, მაგრამ ვინც ჯიუტად იმუქრება ჩვენი მომავლის დაღუპვას, იმას რქები უნდა დავამტვრიოთ. თუ გინდა ეს საკუთარი სიცოცხლის ფასადაც დაგვიჯდეს. მამაო, სანუგეშოდ რას გვეტყოდით? სანუგეშოდ ღმერთი და ღვთისმშობელი გვყავს და როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, ვიდოდიღა თუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამე თუ შენ ჩემთან ხარ, კვერთხმან შენმან და არგანმან, ამათ ნუგეშინის მცეს მე. უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისამეშინოდეს. აი ჩვენი ნუგეში და კიდევ ის, რომ უფალი თავის ხალხს არასოდეს მიატოვებს. აბრაამისა და მოსეს მსგავსად გამოიყვანს მას ცოდვის ქვეყნიდან და გადაარჩენს. მერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.